ოპოზიციის ახალი ინიციატივა საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ჩართული ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითხოვს. ოპოზიციური რვიანი არჩევნებში დახარჯული თანხის არჩევნების შედეგიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ქართული დასი კი ამ თანხის წინასწარ მიღებას ითხოვს. ოპოზიციის საერთო ინიციატივა და წინასაარჩევნო დასახარჯი თანხის ზედაზღვრის განსაზღვრაში მდგომარეობს ოპოზიციის არგუმენტები და ხელისუფლების მიერ უპასუხო დატოვებული ოპოზიციური ინიციატივა ნახეთ იორდანიშვილის სიუჟეტში. ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის ნაწილის ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითხოვს. ამის შესახებ ცნობილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად გახდა. ოპოზიციური რვიანის ინიციატივა საარჩევნო კამპანიისთვის ზედაზღვარის 5 მილიონი დოლარით განსაზღვრას და არჩევნების შედეგების მიხედვით საარჩევნო კამპანიის დროს დახარჯული ფინანსების ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაფარვას ითვალისწინებს. თუ კი პარტია გადალახავს 60%-ს, მას გარკვეული ხარჯები, ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული ხარჯები ან ასე ვთქვათ, გარკვეული სააგიტაციო მასალის მომზადების თუ რაც იქნება, ყოველ შემთხვევაში გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ეს შეიძლება იყოს დაუშვათ იმის დამიხედვით, რამდენ ხმას მიიღებს, ანუ უბნების მიხედვით იყოს რამდენ უბანზე, რამდენი ასე ვთქვათ, ზედაზღვარი შეიძლება უბანზე 100 ლარი, 200 ლარი გააჩნია. ხო, აი ამის მიხედვით მოხდეს ეს ანაზღაურება უკვე, როცა პოლიტიკური პარტია წარმოადგენს ანგარიშს. ოპოზიციური რვიანის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მეთოდით სახელისუფლებო პარტიისა და დანარჩენი პარტიების მიერ გაწეული წინასაარჩევნო ხარჯები დაბალანსდება და პარტიები არჩევნებში ფინანსური შესაძლებლობებითაც მეტნაკლებად თანაბარ პირობებში ჩადგებიან. ყველა არჩევნების დროს ხელისუფლების მიერ დახარჯული ფული არჩევნების დროს, ოფიციალურად დახარჯული ფული დაახლოებით 10-ჯერ, 15-ჯერ აღემატება ყველა დანარჩენი სუბიექტის მიერ დახარჯულ თანხებს. აქედან გამომდინარე, უკვე ფინანსურ ნაწილშიც ჩნდება არათანაბრობის, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული, ასე ვთქვათ, პრობლემა პოლიტიკურ სუბიექტებს და საარჩევნო სუბიექტებს შორის. ამიტომაც ჩვენი ინიციატივა არის ის, რომ საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება მეტნაკლებად იყოს გათანაბრებული. წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტიდან დაფინანსების განსხვავებული ხედვა აქვს ქართულ დასს. გიორგი ბაშარული ამბობს, რომ კვალიფიციურმა სუბიექტებმა ბიუჯეტიდან დაფინანსება წინასწარ უნდა მიიღონ. არჩევნებში დასახარჯ თანხებზე კი ზედაზღვარი არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიისთვის უნდა დაწესდეს. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ყველა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ერთჯერადად საარჩევნო ხარჯებისათვის გადაეცემათ კვალიფიციურ პარტიებს. რა თქმა უნდა, ეს მოდელი აუცილებელია ამ მოდელში გათვალისწინებული იქნეს წინასწარი დაფინანსება, ვინაიდან წინასწარ უნდა ჩატარდეს საარჩევნო კამპანია და ამ ხარჯებზე წინასწარ უნდა იქნეს გაღებული ეს ხარჯები. საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციის ინიციატივების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ საკუთარ მოსაზრებას მოლაპარაკებების განახლების შემდეგ დააფიქსირებენ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის მოლაპარაკებები 10 ნოემბერს დაიწყო. შეხვედრებში ნაციონალური მოძრაობა, 8 ოპოზიციური პარტია და საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობს. საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად დაწყებული მოლაპარაკებები იანვრის ბოლოს განახლდა.